Reali. Opa. Totada. Ya no me dio. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 8 მარტი და ყველა მანდილოსანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გამოსვლას, დღეს ვიმყოფებით დუშეთის რაიონში, დუშეთის რაიონის ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში, სოფელ ნოჯაში. ამოვედით სოფელ ნოჯამდე ამოსასვლელი გზას გაჩვენებთ, როგორი გზა არის ამოსასვლელი. და ეს არის პატარა სოფელი 1300 მეტრზეა ზღვის დონიდან დენი მოდის ამ სოფლამდე, მაგრამ სოფელში ჯერჯერობით არავინ არ შეგხვედრია, სიწყნარია, არავინ არ ცხოვრობს ამ სოფელში. ძალიან კარგ ადგილზეა სოფელი აშენებული, გაშენებული, ძალიან ლამაზ ადგილზეა ბუნებაში. მაგრამ იმის გამო რომ ზამთარში ძალიან რთული პირობებია, აქ ამოსვლაც ჭირს, ასე ვთქვათ, გზა კი იყო გაწმენდილი, შეძლებს დაგვარად, ბულდოზერმა ამოიარა და გზა გაწმინდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ყოველდღიურად რომ ადამიანმა ამ სოფლამდე იაროს, ცოტა პრობლემატური ამბავია. იმიტომ რომ რთული ამოსასვლელია, მაინც მიუხედავად იმისა, რომ გზა არის გაწმენდილი, ჩვენც ძლივს ამოვედით. და ეხლა მინდა რომ დაგათვალიერებინოთ ეს პატარა სოფელი, რომელსაც ქვია ნოჯა. და ნოჯის მერე დაგეგმილი გვაქვს, გეგმაში გვაქვს წავიდეთ კიდე. ნოჯის მერე არის ერთი სოფელი, ნოჯიკეთი, ნოჯიკეთშიც თუ გადავედით, იმიტომ რომ ძალიან რთული გზებია. დათოვლილია, ზოგიერთ ადგილას ისეთი ტალახია, რომ ძლივს გამოვიარეთ. ამიტომ ნახოთ, გვიყურეთ. ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის, არხის გამოწერისთვის, ვინც მიყურებს, უღრმესი მადლობა. ასე რომ, ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ სოფელი ნოჯა და მერე გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას. აბა დროებით, დაგემშვიდობებით. ეხლა ნოჯამდე, ნოჯაში მივდივარ და ნოჯამდე არის სოფელი ლაფანანტკარი, მერე არის აბა რა სოფელია? ნახე აბა ბესუროს. არ ვიცი, რაღაცა ეწერა იქ აღმოჩნდა. იქ იმაზე აბრაზე რო ვნახეთ ჩვენ რო შემოუხვიეთ. ნოჯა ეწერა და ისიც ეწერა და ისიც ხომ არა რომელი ჯერ არის, რა ვიცი. რო გეთქვათ რომ აქეთ ვიდეო რო ნახავთ ინტერნეტში და ამოიწერა ინტერნეტში ახლა უყურებ. ეწერება, ამოიწერე, უთხარი. ნოჯა და ესე იგი. არა არის დასახელება აგერ აქ მწითურები. ხო და მწითურები. ქერიანტკარი და მწითურები არის ნოჯამდე. ეხლა ეს სოფელი ახლოსაა ძალიან ცენტრალურ გზასთან გაიგე და გზაც ახლა არაუშავს რა, ნორმალური გზა არის და დასახლებულია, ცხოვრობს ხალხი. მანქანაც ნებისმიერი მანქანა ამოვა, ისეთი გაბჭებული გზა არ არის. სამსავი მანქანა არ აქვს. მაგრამ ვერ მიხვდი რა სოფელია ეს, მწითურებია თუ ამ კაცაც უდინება, აბა ერთი მკითხო. დილამშვიდობის. ამ სოფელს რა ქვია? როგორ? ქერიანტკარი და მწითურები საით არის? ესე გაყენდა პირამსას. ამას. ხო, ეხლა იქ გადასახული არ გადაუკლე ესე წადიდა პირა,
წახვალ და აი დაახლოებით აი გუახვალ ერთი გზა მიდის აქეთ ერთი ესეზე აი ფეიტა გზაზე გაგები და შეგვიძლია ქვედა არის მწითურები და ზევით რომ მიდის ის სად მიდის ახალოსებია და მე ნოჯა და ეხა ნოჯაში არავინ არაა ხო ნოჯაში არა ნოჯიკეთში არის ნოჯიკეთში არიან ვალ ეხა ხო არა მადლობა გაიხარეთ ესე იგი ეს არის ქერიანტ კარი არის ხო და ახლა მალე მივაწიტურებ წითურები ეხლა ზემოუბანში მივდივარ ჩვენ ზემოუბნამდე არის პატარა რამდენიმე სახლი და ალბათ ეს სოფელიც ეკუთვნის რამდენიმე სახლი სოფელი ზემოუბანს ბიჭო ისე არ უნდა გქონდეს აღნიშნები კაცო სოფელში რო შედიხარ რაღაცა ეხლა საით უნდა წავიდეთ ეს რომელი უფრო გაყვანული ჩანს ერთმანეთს ეს არის ეს აქ რაღაც ფაცხა არის გაკეთებული ფაცხამდე მიდის და იქითაც ზევითაც სადღაც მიდის და სოფელში ეს მოდის ალბათ ეს გზა არა ორივე ერთმანეთს უერთდება ეს გზა აი ერთი დანგრეული სახლი არა და რა კარგი რამხელა სახლი იყო მაგრამ დაიშალა აინგრა აჰა მივედით ახლა ჩვენ ვიღაცის სახლთან ეს არის სულ სოფელი სად არის ბესო სოფლის გზა ეხლა მივდივართ სოფელ ნოჯაში ანუ ესე იგი მაგ სოფლებამდე სხვა გზა ბესო არ არის ხო ეს არის მარტო ნოჯაში და ნოჯიკეთში მისასვლელი გზა ხო აი იქიდანაც თიანეთის არა ხო ცენტრალური იქით ხო თიანეთიდან ხომ არა ამ დუშეთის მხრიდან ეს არის გზა მარტო მე ამ გზებზე როგორ უნდა აიაროს ბიჭო მანქანამ ჩვენ ძლივს ავდივართ იმიტომ დადიან იმიტომაც არის დაუსახლებელი რო ვერ ადიან ნუ ეხა ზაფხულში შედარებით მარტივი იქნება ამოსვლა მაგრამ ზამთარში რა უნდა ქნა არა და შორიც არ არის ხო ბესო ცენტრალური გზიდან იქნება ერთი 10 კილომეტრი მეტი ხო არ იქნება რამდენიც არის ხო და შენ წარმოიდგინე ახლა კაი გზა რო იყოს 10 წუთში ამოხვალ რა აბა ასეთ გზებზე ხა ვინ უნდა იაროს ამ სოფელში ჯიპით თუ ამოხვალ თორე სედანით ასეთ გზებზე ხო ვერ ამოხვალ არა ზაფხულში შეიძლება უფრო ადვილად ამოხვიდე მაგრამ ზამთარში ვერ ამოხვალ აქ სედანი აი მაღალზეც არის ეს სოფელი 1250 მეტრზე როგორც მახსოვს და ნოჯიკეთი კიდე უფრო მაღალზეა 1300 მეტრზე ბაბუ დავსვარეთ მანქანა რა მარა არა უშავს ხო რატო ნერვიულობთ ხოლმე? რატო ტალახი ეკრება კაცო? დიაგნოზი ვერ გადავართ.
კავკასია უკან და რაზგონი. ძალიან უბედური ლაპოა. ლაპო. რას გონი აიღე და ახლა დავთხوارე მანქანა თოვლი ახლა დნება და ძალიან ტალახია ესე იგი სოფელ ნოჯაში მივდივართ ეხლა და დაგვრჩა ბესო რამოდენიმე კილომეტრი, ხო? აბა ზუსტად თუ გვეტყვი რამდენი დაგვრჩა? ზუსტად 2.5 კილომეტრი დაგვრჩა და ბულდოზერმა კი გაიარა თოვლი გადაასუფთავა გზაზე, მაგრამ მაინც დარჩენილია. კავკასიონის მთები რა ლამაზად ჩანს აქედან. საჭმელი გვაქვს, სასმელი გვაქვს და გამოჩნდა აი კავკასიონის მთები. სოფელ ნოჯას ხომ უნდა ვესტუმროთ. აი ლოჯიკაც მეგონი დავარდო. ჯერ ნოჯაში მივიდეთ, ნახოთ რა ხდება და მერე წავიდეთ. აი ესეთი ლოჯიკეთ. აუ, წაიგზო, ვერაფერია. ვინ არის ხა ამ სტობის გამსწორებელი? დროზე უნდა შეუყუდონ რაღაცა თორე. მოტეხილი იქნება. ბევრი კი არა, ხეხი გვაქვს ეს თუნდაც. გადაღონილია წყალმა გადაღონა და დარბილდა ის ნიადაგი და გადაიყონა და შემოვედით ესე იგი ჩვენ სოფელ ნოჯაში. აი შედი. სადა ბესო? აი ქოში ხო? იქა? არა, მასვერა. რა ვიცი მე ბესო შევა. სვერდია ბიჭო, მოსრიალდები ახლა უნდა დასვერო მანქანა რა ფიში. აი კიდე ზევით რო ავიდე, აგე იქ გავაჩერე. რაგინდა იქ რო შევიდე? აბა იქით არ მიდივარ? ქვევითაც ხომ უნდა წავიდე, ბესო რატო უნდა მოტრე? რა ვიცი ახლა ქვევით რანაირი გზა არის. აგე ბიჭო, შვენიერი სახლია. ამოვედით ნოჯაში. აბა ნახოთ რა ხდება ახლა აქ. სახლია. ეს აქ სავარაუდოდ ზაფხულში ძროხებს ინახავენ. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი ადგილი. ბუნება არის ძალიან ლამაზი, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია და ყველაფერი დათოვლილია. ძალიან კარგი ადგილი არის სოფლისთვის. აი რამხელა სახლია სოფლის. მაგრამ მიტოვებულია. არავინ არ ცხოვრობს ამ სოფელში, ამ სახლში. ეტყობა შუშებია ჩამტრეული. აი ხანია აქ არავინ არ მოსულა. არა და რა კარგ ადგილზეა.
ჩამონგრეულია. ბავშვის აკვანი. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი აქ არავინ არ ყოფილა. ქვევრი, პატარა. არაჩვეულებრივი სოფლის სახლი იყო ეს ერთ დროს. აქ არის სარდაფი. მაგრამ სამწუხაროდ დიდი ხანი აქ არავინ არ ცხოვრობს. აი 1934 წელს ვერ წავიკითხე რა წერია. ეს არის სოფელ ნოჯის ერთ-ერთი სახლი. აქ ბოქლომია დარჩენილია. აქ ალბათ ზაფხულში ამოდის ხოლმე ვიღაცა და ალბათ ცხოვრობს ზაფხულში. შესაძლოა, იმიტომ რომ ბოქლომიადებს. ან ძველი დარჩენილი ბოქლომია. სოფელი ნოჯა, ესე იგი წლის ამოვედით ბესო ჩვენი მანქანით. მაგარი სიტყვა, მაგრამ ეს თოვლი არ დნება. თოვლი არ დნება, იმიტომ რომ ზამთარია ჯერ და ცივა. ანუ სოფელი ნოჯა მიტოვებული იქნა ხალხის მიერ 80-იან წლებში. აი კიდე ძველი დაანგრეული სახლი. 80-იან წლებამდე აქ ხალხი ცხოვრობდა და იმის მერე ალბათ დროდადრო ეთყობა. ეგრე ნაკვალებია ვიღაცის. იყო აქ ნამყოფი, არა, ძროხების ნაკვალებია. კიდევ ერთი სახლი. ესეც დაანგრეული სახლია. ხო, აქ ეთყობა რომ ადამიანი კაი ხანი არ ამოსულა. არ ყოფილა აქ არავინ. ძროხების გარდა, მაგრამ ეს ძროხები ვის ყავს აქ? აი, რო გამოვია სანამ შემოვიდოდით სოფელში. მანამდე იყო რაღაც პატარა ბოსელივით საქონელი ინახავს ვინმე. და იქიდან არიან ალბათ ეს ძროხები წამოსულები. კიდევ ერთი მიტოვებული და უკვე დაანგრეული სახლი. მაინტერესებს საიდან არის შესასვლელი ახლა ამ სახლში. აი როგორ არის. აქედან იყო შესასვლელი სახლში, მაგრამ სულ დაანგრეულია, ჭერი ჩამონგრეულია, კედლები დაშლილია. ძალიან ლამაზი ადგილია. სოფელი ნოჯა.
კიდევ ერთი სახლი ეგერ და ცოტა მოშორებით ჩანს. თავის დროზე ძალიან ლამაზი სახლი იყო ეს და ახლა ახლოს მივიდეთ და ვნახოთ რა მდგომარეობაშია დარჩენილი ეს სახლი. კარგი დიდი სახლი ჩანს. დენი არის მოყვანილი ეგერ ხო დენი არის კი მაგრამ არაფერი ეთყობა ამ სახლს რომ ვიღაცა ცხოვრობდა. ეგე პატარა თონე პურსაც ხოვდნენ ხოლმე ალბათ. ფეჩი ძველი დარჩენილი აქ შესაძლოა ზაფხულში ამოდის ხოლმე ვიღაცა და ცხოვრობს. ელექტრო ჩაიდანი, გაბჭებული ტელევიზორი. აივა. კასეტები ძველი. ორსკ მაცივარი ახეთ რა ლამაზ ბუნებაშია ეს სოფელი. ნოჯა. თაზე. ტყეში. სუფთა ჰაერი სიწყნარე, დენი კი არის. ერთადერთი გზა არის ცოტა პრობლემატური. მაგრამ რომ მოვდიოდით, ლაფანად კარი რო გამოვიარეთ, სოფელი ეთყობოდა რომ გზის მშენებლობას აწარმოებენ. აკეთებენ რაღაცებს და იმედია აქამდეც გაიყვანენ გზას. თორე აფსუსი ასეთი სოფელი იყოს დაცარიელებული და მიტოვებული. ძალიან გულდასაწყვეტია. ასეთი ლამაზი ადგილები და ლამაზი სოფლები რო არის. შესაძლოა ზაფხულში ამოდიან ხოლმე. ეთყობა რომ აი ამ სახლში მაგალითად ერთი ოთახი იყო ისე გაკეთებული რომ ეთყობა რომ ზაფხულში ამოდის ადამიანი. ალბათ როხებს ინახავს. აქაც დენი შედის ეგერ. კაბელი. მაინტერესებს თუ ეთყობა
აი კაბელი შედის, მაგრამ დანგრეული, აი კედელი არის ჩამოშლილი არის აგურის კედელი. არა, ამ სახლში არავინ არ ცხოვრობს. ისია ეს. ისეთ მდგომარეობაშია, რომ აქ ფიზიკურად ვერანუ ვერ ცხოვრობს. ვერ ზამთარში და ვერ ზაფხულში. ძალიან დანგრევის პირსია. კედელი ჩამოშლილია, ცოტაც ერთი თოვლი უნდა და ეს კედელი ჩამოწვება სულ მთლიანად. ეს სახლიც დაინგრევა. მივდივართ სოფელ ნოჯიკეთში, სოფელ ნოჯაში ვიყავით და ნოჯიდან რო გამოდიხარ, ზევით და ზევით მიდის გზა, ესე იგი ნოჯიკეთი ბევრად ზევით არის სოფელ ნოჯაზე. 1300-1350 მეტრზე იქნება, ხო ბესო, ზღვის დონიდან. ხო, დაახლოებით. თუ ავედით კიდე საკითხავია. ო, აი ეს ძალიან დალახი. ცურობით მივდივართ რა. კაი დალახი.
Ata twaus ხას. სიგურებივით დავცურავთ რა, ხანიკი თანაკეთ. ესე იგი, სოფელ ნოჯადა რაც გამოვედით, სულ ზევით და ზევით მივდივართ. ბუქსა. ხო, და თან სულ ბუქსაობთ, იმიტომ რომ ტალახიანი და თოვლიანი გზა არის, მაგრამ სოფელი ნოჯიკეთი ჯერ ზევით უნდა ავიდეთ მთაზე და მერე ჩამოვოთ ქვევით რა. სხვა გზა არ არის. ეს არის ერთადერთი გზა სოფლამდე მისასვლელი. თოლში იმდენად არ ზრიალებს. ხო, ლაფანა ატყარში ჩვენ შეხვდა ერთი ადამიანი, ადგილობრივი და იმან გითხრა, რომ ნოჯიკეთში ცხოვრობს ხალხიო და იმიტომ მივდივართ ეხლა ჩვენ მაინტერესებს რა, ხალხი თუ არის და რა პირობებში ცხოვრობენ და როგორ დადიან ეხლა ამ გზებზე. დადიან თუ არა საერთოდ ზამთრის პერიოდში. შეიძლება ზამთარი სულ სოფელში არიან და რო გადნება მერე ჩადიან რა, ქალაქში. დადიან. ჩვენ ძრს ამოვედით, უძვახარ, ანაირად რითი უნდა იარო. ცალხიდიანი გვერილი ვარიანტია. გამორიცხულია. ჩანს მესო მაგ იმაზე? აბა გზა რო არ ჩანდეს, რატო ეს გიგე სხვა გაკვანული გზა აქ შეხედრია მაგრამ. არა, ბაბუ, სოფელში მიდის. ნოჯიკეთში. ხო, მოგესვამო. გზას რო ხედავდი არ დავდი. ახლა ვაიცარ. ახლა ჩავიდეთ და ვერ ამოვიდეთ არ მინდა, ხო? არა. მიდი, გადავართ იმაში, თიანეთში. თიანეთში გადავალთ, ბაბუ, თუ ვერ ამოვიდეთ. კაი, კიო. აი გამოჩნდა სოფელი ნოჯიკეთი. სოფელში დენი კი მოდის, მაგრამ სოფელში თუ არავინ არ ცხოვრობს. ეს დენი ვისთვის არის აქ? შეიძლება ადრე გამოიყვანეს და ცხოვრობს. ჯერ არავინ შევხვედრია და. ცხოვრობს, მაგრამ იქიდან შეიძლება ვერ ამოვიდეთ. აქ შემოვტრიალდეთ? ამას არ ვამი. ქვევით არ ვნახოთ ცხოვრობს თუ არა ვინმე? იქ ვიღაც არის კიდე. არა? აუ თავდაღორცი მიდის. არ ვიცი, აზრი არა ვარ, რას ხედავ ბესო შენ? რაცა ისა ნანგრევები. ჯოგერ სახლია. ხო რა, ნანგრევები. ხო და ეგ მაინტერესებს ბიჭო, კაცო, ხო გითხრა ჩვენ იქ კაცი რო შეხვდა, აი, ცხოვრობს ვიღაცაო და საცხოვრობს, აბა. ეს ეგერ იქით ცხოვრობენ, იქამდე რა გავა, ვეღარ? არა, იქამდე. იქამდე ხრამია, იქიდან მეორე. არც იქარავინ არ ცხოვრობს ეს. აი აქ ცხოვრობენ, აქ ორი ვასადაც არის აგერა. ორი ადამიანი ცხოვრობს. აჰა, აი აქ ცხოვრობს, კი ბატონო, თივა, ეგერ. თივა, ეთყობა ძროხები ყავს. იქანი არ ჩახვიდეთ, რა შეიძლება. არა, აქ მთავრდება გზა უკვე და სადღა უნდა ჩავიდეთ. ქათმები ყავს ეგერ, ძაღლი, კი აქ ცხოვრობს აშკარად ადამიანი. ჩვენ დავდივართ, ჩვენი YouTube გვერდი გვაქვს, ვიწერთ სოფლებს, ხო და გვაინტერესებს სოფლის მოსახლეობას, რა პრობლემები აწუხებს, რა გიჭირთ, რა გილხინთ. ეხლა ამ სოფლამდე ჩვენ მოვედით ძლივს, რა ისეთი გზა არის? აი, გაჭირს, აი ეს გზა ჭირს. მეტი ჩვენერაფერი არ გვჭირს. დენი გააქვთ, ხო? კი. გზა, ესე იგი, მოკლედ, გზა არის ყველგან პრობლემა რა. აი ესეთ სოფელში, სადაც მივდივართ, გზის გამო აი ესეთი დანგრეული სახლებია სამწუხარო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აღარ ცხოვრობს ხალხი, აი უგზოობის გამო, წავიდა აღარ უნდა მოსახლე ცხოვრობს სოფელში. ამ სოფელში ახლა რამდენი ხართ დარჩენილები? ერთი ოჯახი. თქვენ მარტო ერთი ხართ. ხო, თივა გააქვთ, ძროხები ყავთ ალბათ, ხო? ქათმები ძალიან კაი. წყალი არის? წყალი არის, დენი გააქვთ. სუფთა ჰაერი გააქვთ, კარგი ბუნება გააქვთ. ერთადერთი ეგ არის, რომ გზა გინდა ცოტა ნორმალური რა, რომ ადამიანი ამოვიდეს ზამთარშიც და ზაფხულშიც. კი ბატონო, ეგ არის პრობლემა გზა. ყოველ წელს აკეთებენ ცოტა და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიდნენ. ნუ იმედია რომ ამოვლენ რა. თქვენ ეხლა აქ ნუ ძირითადად მესაქონლეობით ხართ, ხო? და სულ აქ ხართ ზამთარ, ზაფხულ. ისე ძალიან კაი ადგილია რა.
ეხლა ის რომ მოვდიოდით, არის აი გზევითაცაა სახლები, იქ არავინ არ არის, ხო? არავინ არ არის. დიდი ხანია ასე დაცლილი ეს სოფელი? ალბათ მასიურად 10 წელი. 10 წელი არავინ არა. თქვენ მალადეც რო ასე უძლებთ და ხართ კი. იქ ყოფნას ეგ ჯუბი. ხო არა? კი. აი თქვენარი ადამიანები არიან მარტო დარჩენილები ასეთ სოფლებში, ვისაც უყვარს აი ეს ბუნება, არ ეზარება მუშაობა. ორი ვართ ეხლა გუშინ წავიდა ის ერთი. ყველი ქონდა, ყველი წაიღო. ხო, ანუ ყველს ყიდით და ხორცი, ქათამი რაღაცა სუფთაეთ. ძალიან კარგი. აი გზა რო იყოს, ხო უფრო მეტი ხალხი იცხოვრობდა და უფრო მეტი ხალხი იქნებოდა. უნდათ ეხლა ფიქრობენ რომ აი გზაში აკეთეს ერთმა ოჯახმა რომ უნდა ფიქრობენ რომ გააკეთონ. ანუ თავისი ძალებით თვითონ ხო ოჯახი. ხო და აი ცოტა ვინ გაუკეთებს იმას. უნდა თუ ისე აი თავიანთ ერაზე მობრუნდნენ რა. უნდათ. ეხლა ჩვენ ლაფანად კარს რო გამოვწვით, ეს გზა არის უთოვლისგან გაწმენდილი და ხო მთავრობამ გაწმინდა, ხო? კიდე კაი გაწმინდა, თორე აქამდე ვერ მოვიდოდით ისეთი გზა არის. ჩვენ დავაგვიანებინეთ გაწმინდა, თორე მალე მასში პირველად ვეგუნდათ, მაგრამ არ გავაწმენდით. რატო? იმიტომ რომ ქარები იყო და ისე გადალესავდა თოვლით ქარი და ეს ქარები რო ჩადგა და ეს თოვლით დაიწყებნა, მე გავაკავე. თიანეთისკენ რო არის, თიანეთის გზაზე რო გადიხარ აქედან. ის არ არის. არ არის გაწმენდილი. ვერ ჩავალ თვითონ? აი მე არ ვიცი რა ვიცი, მაღალი იქ მაღლა ქედზე ცოტა ნაქარები იცის და დიდი ნამქერები იქნება, შეიძლება ვერ ავიდეთ. თქვენი სახელი და გვარი? დათო ჯავახიშვილი. დათო ჯავახიშვილი. რავი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გამძლეობა მოგცეთ. გამოვზანით ყავაზე დაგვადიჯემთ. არა, დროში ისე ვართ რომ. ხო, ჩვენ გვინდა აქედან დიდი მადლობა, გაიხარეთ. ყველი პური კეთილი. მადლობა. იმედია მივაწვდით ჩვენ ამ ჩვენი ვიდეოებით ხმას იმ ადამიანებამდე, ვისაც ძალუც ამ პროგრამის იმაში ყოველ წელს ირიცხება რაღაცა გამგეობა ისა რაიონის ისაც მუნიციპალიტეტით რაღაცას დამატებით გამოყოლს ხოლმე ხარჯებს და არ ეყოფ. ხო, მეტი უნდა, მეტი. რა ვიცით რომ ის ტექნიკა დღეს ყველა ფასიანი გვაქვს და ყველა მიაქვს ტექნიკასა და ამისთვის უკვე აღარ არჩება იმდენი თანხა. კი, რაღაცა მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რაღაცები კეთე, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი რა, ძალიან ბევრი. ვიტყვით რომ უყურადღებოებთ, რაც შეიძლება კეთდება რა. გაიხარეთ, აბა კარგად იყავით. ხო. ვინ აკავთ გამგებელი? ავტოჭინჭარაულია ჩვენი აქ. ეს თიანეთის მუნიციპალიტეტია, დუშეთის არის. დუშეთის არის მანანა ნარიმანიცი. მან ჩუქუსურეთ. კარგით, აბა მადლობა. კარგად. ეხლა ვართ მეგობრებო სოფელ ნოჯიკეთში. აჰა. სოფელ ნოჯიკეთში ცხოვრობს ერთადერთი მოსახლე, რომელიც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ძროხები ყავს, ქათმები, პულის, ყველს ყიდის. ზამთარ ზაფხულ აქ არის. აგერ იქითაც არის ერთი სახლი. აგერ კიდევ ერთი ძალიან ძველი სახლი, რომელიც სულ მთლიანად დაშლილია.
კიდევ ერთი მიტოვებული სახლი სოფელ ნოჯიკეთში. აქ ძროხი ვიყავდა სახლის პატრონს ეს სახლის უდანგრეულა კიდევ ერთი უზარმაზარი სახლი. აი აქეთ არის უკვე. მე მგონი აქ ცხოვრობს ვიღაცა. ნუ ამჟამად არავინ არ არის სახლში, მაგრამ კარგად არის ჭერი გაკეთებული, გადახურული. ეს კარგი საცხოვრებელი სახლია. აქ აშკარად ცხოვრობენ. ესე იგი ჩვენ წამოვედით ახლა თიანეთის მიმართულებით, გვინდა გადავიაროთ ეს ერთი მთარი და გადავალთ თიანეთის გზაზე. თუ გადავედით. აქეთ ხარეს არ არის გზა გაწმენდილი, დათოვლილია. თუ ნამქერები არ დაგხვდა გზაზე გადავალთ. ეს არის სოფელი ლაფანაანტკარი. ლაფანაანტკარიდან მერე ახლა მივდივართ ჩვენ დავათის მონასტერი გვინდა ვნახოთ და გადავალთ მერე თიანეთში. რამანძილია ბესო ლაფანაანტკარიდან სიონამდე. ახლოს არის ხო? ხო, აი გადასახვევამდე რა, სიონისკენ რო ხო. იყიდება მიწის ნაკვეთი. 13 კილომეტრი. მორჩა ასფალტი. არა. კი, როგორ არა, მორჩა ასფალტი. მგონი ეს მონაკვეთია. ჩვენ როდის ვიყავით აქ? მაშინ აგებდნენ ასფალტს და კიდე არ გაუკეთებიათ. ჩვენ ვიყავით, შარშან ვიყავით აქ. იმის მერე არ გავაკეთეს. აკეთებენ, მაგრამ ძალიან ნელა. სოფელ დავათში ვართ ახლა. მეგობრებო, გამარჯობა. დავათის მონასტერში როგორ უნდა მივიდეთ? არცად არაფერი ნიშანი არ არის და ცოტა აგვერია გზა. დაგმარჩხო ჩახვალე. ხო. სარნა დაინახე? რა? სარნა. ხო. პირდაპირ მაგალ აყვები გზა, ისე აუხვე და მაგალ აყვები. მარცხენა მხარეს აუყვები დავალ. გაიხარე. მადლობა. დაინახო? სარნა. დაგეთმო გზა. აი ხა. აი ნიშანი ჯვარია. ასე არ უნდა გქონდეს ამ
აი გაყინული გზა არის, რა ვავედით. ბიჭო, შუშები ავწიოთ. Rally. Opa. Totada. მე მგონი გვერდზეც არის გზა. სულ აბა ცოტა დაიძარე უკან და მაქედან დაიწყე ამოსვლა ნენდელა. ვერა ცოტა კაი რაზგონი უნდა. ცოტა ჩამოდა ისე ხე. მად მიწაა მარცხენა მხარე. არა. ჩართე და მოაყოლე. ეხლა ზურა, მოდი ეს უნდა ჩავხსნო და ასე აი
გამოდი ახლა შენ მათ. ავიდა. ამოვედით მეგობრებო, დავათის ღვთისმშობლის მონასტერში. გზა არის ძალიან გაყინული, თოვლიანი, ამ ამინდში აქ-ამოსვლა ცოტა ძნელია, მაგრამ ზაფხულში ულამაზესი ადგილია. Ui, დაკეტილია. ამჟამად არავინ არ არის მონასტერში. იმიტომ რომ ძალიან დათოვლილი და გაყინული გზა არის და აქ ამოსვლა დღეს 8 მარტია და ფიზიკურად არის ძალიან რთული. მომზადებელი მანქანით. ჩვენც ძლივს ამოვედით. ასე რომ ვაგრძელებთ ახლა ჩვენ გზას და ეხა გვინდა სადმე გავჩერდეთ ეკლესიასთან ისევე როგორც ძალიან ბევრ ეკლესია მონასტერთან არის გაკეთებული დასასვენებელი, გასაჩერებელი ადგილი, ასე ვთქვათ, ფაცხები, აქაც არის გაკეთებული ეგერ მაგიდა და სკამბები, მაგრამ ძალიან დიდი თოვლია, აქ ვერ გავჩერდებით და მოუძებნით ახლა უფრო კომფორტულ ადგილს. ეხა ბესო მივდივართ ჩვენ. თოვლია და სველე და ხო არა, აქ ვერ გავჩერდებით. მართალია დავიღალეთ და მოგშვიდა, მაგრამ ეხა წავალთ ალბათ თიანეთის მიმართულებით, თიანეთის გზაზე გავალთ, ხო? და მერე სიონისკენ არის იქ რამოდენიმე ადგილი, გავჩერდებით იქ. ხო და მივალთ იქამდე და ნამდვილად და გავჩვენებთ იმ ადგილსაც. ბაბუ წავიდა ფეხით. პულცის არ უყენია ის. დღეს მეგობრებო ჩვენ ვესტუმრეთ დუშეთის რაიონის ორ მიტოვებულ სოფელს ნოჯას და ნოჯიკეთს. ნოჯიკეთში ერთი მოსახლე ცხოვრობდა, რომელიც იყო დაკავებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ძროხები ყავდა, ქათმები, ყველსყიდი და დუშეთში და ნოჯაში აბსოლუტურად დაუსახლებელი სოფელია 80-იან წლებში მიატოვეს სოფელი და დაცარიელდა მიუხედავად იმისა, რომ ორივე სოფელში დენი არის მიყვანილი, მაგრამ სამწუხაროდ უგზოობის გამო ძალიან რთული გზა არის, რთულად ასასვლელი გზა არის სოფლამდე. სოფელში არავინ არ ცხოვრობს. საკმაოდ რთულ გზებზე მოგვიწია სიარული, ბევრი ტალახი იყო,
ბევრ თოვლში ვიარეთ და ძალიან დავიღალეთ და გამოვყევით მერე ჩვენ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან გამოვედით სიონის მიმართულებით ქიანეთის გზაზე ვნახეთ ერთი ლამაზი კოშკი გზის პირას და კოშკთან ახლომახლოში არის პატარა ფაცხა. მინდა რომ გაჩვენოთ ეს ფაცხა. ღმერთმა გამომარჯოს იმ ადამიანს, ვინც გააკეთა ეს ფაცხა, ძალიან ლამაზ ადგილზეა, ეგ ნაძვნარია, ხედავთ. და გვინდა ასევე ამ გარდა ამ საპიკნიკე ადგილის გვინდა ავიდეთ ამ კოშკზე, რომელიც ახლოსაა გზის პირზე და გაჩვენოთ ეს ლამაზი კოშკიც. ბაბუ მე მივალა იმ ფაცხას გადავიღებ და დაგეწევით. ულამაზეს ადგილას ეგ ერთ დღეში ნაძვნარში ჩვენ აქ ვიყავით ამ ადგილებში დაახლოებით რა 4-5 თვის წინ არ იყო ეს ფაცხა გაკეთებული და ცენტრალურ გზასთან თიანეთის გზაზე სიონის მიმართულებით მარჯვენა მხარეს არის ასეთი ფაცხა გაკეთებული, ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ამოვიდეს და ზაფხულში მშვენიერი სიგრილე იქნება, ეგერ ჰამაკი არის მოშორებით. წავედით ახლა ვნახოთ ციხე კოშკი. ამოვედით ბესო ქორშევარდენის ციხე კოშკზე. ხო და ავიდეთ ახლა და ნახოთ ეს კოშკი შიგნიდან. ხო, აქ მე არ ვარ ნამყოფი. აბიხარ ზევიდა გადმოსახედია ჯვარი რო დგას იქ. აბა ერთი ავიდეთ. ნახებსო? ეს რამხილალოდია თო. არა ეს რაღაც გარემონტებულია, ნახე არ მაკურებდა რაღაცებია სხვა. ეს ლოდი იყო და მე აშენეს ეს კოშკი უეჭველი. აბა ავიდეთ ერთი. და მაგარი კიბია, ხედავ. ხო. მე ეს კიბია. ნახოთ რა ხდება. კი. აუ ეს კიბეების არის. დამტრეულია საფეხურები. აბა. ხო. ეს ორი საფეხური არის ჩამოვტრეული. ხო, ეს კიბეები არ ჩანს ძალიან მყარი. ამიტომ ამ კიბებზე ასვლა არ ღირს. სახიფათოა. აქ ზაფხულში კაი სიგრილე იქნება, ბესო, ვიღაცას პატარა მაგიდა აქ ეგეთ. ზევით აქ გასულია, და პატარა რაღაც შერემონტებული არის რა. ეთყობა. უძველესი კოშკია და აღდგენილია შიგნით. გაკეთებულია კიბე პირველ სართულამდე ადის და მერე უკვე კიბეები დაზიანებულია, ხის კიბეებია და ასვლა უკვე სარისკოა. ამიტომ აღარ ავედით. აქაც ძველი ეკლესიის ნანგრევები. სევიდან იქნებოდა ძალიან საინტერესო გადმოხედვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავედით. კიბეები ისეთ მდგომარეობაშია, შენ რომ მოიტეხო. არა, გარისკო არ ღირს. დამპალი ძველი კიბეებია ხის. ასე რომ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს არის. ვისაც მოსწონს ჩემი ვიდეოები, ჩემი არხი,
გამოიწერეთ, დაალაიქეთ და მომწერეთ კომენტარი. თუ რამე ახალი ადგილების ნახვა გინდათ, სოფლების, რომლებიც კონკრეტულად გაინტერესებთ, გინდათ რომ წავიდეთ, თქვენ ვერ მიდიხართ, ჩვენ ვეცდებით რომ წავიდეთ და გაჩვენოთ სოფლები, მონასტრები, ეკლესიები და ნებისმიერი რამე შეძლების დაგვარად ყველგან ავალთ რა. მოგწერეთ კომენტარს. მასე რომ დღეს დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. იმედია მოგეწონებათ ჩვენი ვიდეოები. კარგად იყავით.